სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები სავარაუდოდ ამ კვირაშივე შევა და ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, ითვალისწინებს იმას, რომ იდენტიფიცირება იმ ადამიანის, რომელიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობს, ან არის პატაკის შემდგენი, არ არის ოპერატიული ინფორმაციის გამცემი კონკრეტული პიროვნების შესახებ იქნება სრულად შეზღუდული. მისი სახელის და გვარის ან რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი ნიშნის გამჟღავნება, მათ შორის სასამართლო დარბაზშიც კი, მაშინ როდესაც მას მოწმის სახით დაკითხავენ, იქნება შეუძლებელი ადვოკატისთვის ეს ადამიანი ჩაერთვება დისტანციურად და თავის მხრივ მისცემს შესაძლებლობას პროკურატურას საგამოძიებო უწყებას, რომ არსებული მტკიცებულებების დუბლირება მოახდინოს. ასეთი არის განმარტება, რომელიც დღეს ჩვენ ადვოკატების მხრიდან მოვისმინეთ. ეს არის ერთი ნაწილი, რომელიც არის საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოება და რა თქმა უნდა ამას ემატება ის ფაქტიც, რომ მათ შორის ფაქტები, როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც თითქოს არსებობდა, მათ შესახებ არის სრუ, იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული კანონი იქნება ძალაში შესული, საერთოდ აღარ შეიძლება მოხდეს იდენტიფიცირება იმ ადამიანის, რომელიც შეიძლება სწორედ ამ დანაშაულის ჩადენაში არის ერთ-ერთი მხილებული პირი. გამომძიებელი, როდესაც შემოვიდა და სასამართლოზე, იტყოდა, რომ მე მქონდა ოპერატიული ინფორმაცია და ამის საფუძველზე ჩავატარე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. ამ ოპერატიული ინფორმაციას სასამართლო ვერ იყენებდა დამატებით მტკიცებულებად, მხოლოდ რჩებოდა გამომძიებლის ჩვენება და ამის შემდეგ ამოღებული სხვადასხვა ნივთიერება იქნებოდა თუ ეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. დღეს ამ კანონის შეცვლის შემდეგ რა ხდება? ის ადამიანი, რომელიც იქნება დაფარული, იმასაც დაკითხავენ უკვე ონლაინ, ჩვენ დაცვის ხარეს არ გვეცოდინება და ერგობა შეჯიბრებითობის კანონი არ გვეცოდინება რა საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო უშუალოდ მონაწილეობა, რადგან მისი დაკითხვა რეალურად შეუძლებელი იქნება, რადგან არ ვიცით მისი სახელი გვარი, მისი წარმომავლობა, სად მუშაობს, როგორ მუშაობს, რა საქმე ანობს, შესაძლებელია რომ ისაც თვითონ იყოს პოლიციელი. აქედან გამომდინარე, ერთმა პოლიციელმა ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება, მეორე პოლიციელმა იგივე ქმედებების დუბლიკაცია მოახდინოს და მოხდეს მტკიცებულების ფალსიფიცირება. ერთი მტკიცებულება გაამრავლონ და ამით დასაჯონ ადამიანები. და ამ ცვლილებებით ფართოვდება საპოლიციო თვითმფრინავების არეალი და კიდევ უფრო მეტად იზრდება რისკები, რომ ეს ისედაც პრობლემური ოპერატიული საქმიანობა, ოპერატიული ინფორმაცია იყოს გამოყენებული ძალიან თვითნებურად, უკონტროლოდ. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური დანაშაული, რომელსაც ეს ცვლილება მიმართება, არის ნარკოტიკული დანაშაული და ასევე იარაღის უკანონტარებასთან დაკავშირებული დანაშაულები და პირველ რიგში შეიძლება ვარაუდი ნამდვილად, რომ ყველაზე მეტად სწორედ ამ ტიპის დანაშაულებზე იქნება უკვე ეს მექანიზმი გამოყენებული, მაგრამ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოთ. ხარდია ოპერატიული საქმიანობა ბევრად ფართო არის, ის მოიცავს მაგალითად თვალს მიყურადებას. დაგეგმილი ცვლილებები ემსახურება ერთ მიზანს. მაქსიმალურად დამალონ იმ პოლიციელთა ვინაობა, ვინც იძლევა სრულ ჩვენებებს, ვინც ეწევა მტკიცებულებების ფალსიფიკაციას და ამ ცვლილებების გამოყენება შეეცდებიან ბუნებრივია დემონსტრანტების, აქტივისტების წინააღმდეგ, ვინაიდან ჩვენ ხედავთ ბოლო პერიოდში რამდენად ხშირად იხლარდებიან პოლიციელები პროცესებზე თავიანთ ჩვენებებში, რამდენად ხშირად ხდება მათი მხილება ტყუილში და იქნება ეს ნარკოტიკების ჩადების საქმეები თუ იქნება ეს აქციაზე დაკავებულ პოლიტიკური პატიმრების საქმეები, ყველგან შეეცდებიან მსგავსი მეთოდებით ბრძოლას. ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებებში ფარულად მონაწილე პირების იდენტიფიცირება რომ შეზღუდული იქნება, ამას ქართული ოცნების დეპუტატები შემდეგნაირად განმარტავენ, რომ ამით მათ საფრთხე არ დაემუქრებათ, უსაფრთხოების ზომები იქნება უფრო მაღალი, თუმცა აქამდეც ასე იყო, რომ ოპერატიული ინფორმაციის გამცემი ადამიანი, რომელიც თავის მხრივ საერთოდ არ იყო საგამოძიებო უწყების თანამშრომელი ან პოლიციელი, როდესაც აძლევდა ინფორმაციას კონკრეტულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, მისი სახელი და გვარი ბოლომდე რჩებოდა გაუხმაურებელი, თუმცა ამ შემთხვევაში მას არ შეეძლო, რომ ჩვენება მიეცა სასამართლოსთვის და აი ამ ცვლილების შემდეგ, რომელიც უკვე არის ძალაში შესული, ეს ადამიანი მოწმის სახითაც დაიკითხება დისტანციურად, მხოლოდ ისე, რომ მისი იდენტიფიცირება შეუძლებელი იქნება და კონკრეტულად რა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, ამას ადვოკატიც ვერ დაადგენს.